მოვდით კვლავ პირდაპირ ეთერში სტუმარი ჩემო გვერდდა როგორც ნატომ აღნიშნა წინა ბლოკში გრძელდება ქველმოქმედება გრძელდება ადამიანების სურვილი რომ ჩაერთონ ამ ქველმოქმედების ჯაჭვში ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ამის არის ჩვენი სტუდიის სტუმარი გიორგი პაპკიაური მხატვარი მუსიკოსი მოგესალმებით დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის საქართველოს გამოფენა გიორგი ემზადებოდა გამოფენისთვის რომელიც უნდა წაიღო შეერთებულ შტატებში მაგრამ ჩვენს ქალაქში დატრიალებული სტიქიური უბედურების შემდეგ მან გადაწყვეტილება შეცვალა ახლა ამ გამოფენას სხვა მიზანი ექნება და ჩატარდება არა ამერიკაში არამედ საქართველოში უფრო კონკრეტულად ბუნებრივია გიორგი შენგან გვაინტერესებს სათქონდა ეს გამოფენა დაგეგმილი როდის უნდა გამართულიყო და შემდეგ შენი გადაწყვეტილების შესახებაც ესე იგი ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში მქონდა დაგეგმილი ეს ნამუშევრების გამოფენა რა თქმა უნდა ოღონდ ეს უნდა ყოფილიყო აბსტრაქციაში ანუ ამ ნამუშევრებზე უნდა დავემატებინა კიდევ 30 ნამუშევარი აბსტრაქცია შესაბამისად ფიზიკურად დროს მოითხოვდა და აქედან გამომდინარე დაემთხვა ეს მოვლენები 13 რიცხვში განვითარებული მოვლენები და შესაბამისად შევცვალე გადაწყვეტა აი უცბად რადიკალურად გადაწყვეტა მე არ მინდა გამოფენა იმ დღესვე ანუ უნდა ყოფილიყო უბრალოდ გამოფენა პერსონალური და გადავწყვეტე რომ ყოფილიყო საქველმოქმედო ხასიათის და როდის იქნება უკვე საქართველოში ეს საქველმოქმედო გამოფენა ხვალ სადაც გაიმართა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში. კი ბატონო. სულ რამდენი ნამუშევარია წარმოდგენილი? ბუნებრივია იქნება გამოფენა გაყიდვა, ხო? იქიდან გამომდინარე რომ ქსურს შემოსული თანხა მთლიანად გადაერიცხოს დაზარალებულების დასახმარებლად. ესე იგი 30 ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი, ნუ უმრავლესობა აბსტრაქციაში მაქვს ნამუშევრები აქ რაც არის წარმოდგენილი ეს ნამუშევრები მაინც ისეთი წამოვიღე რომ აი ქართულმა საზოგადოებამ აღიქვას ტელევიზიით მაინც რთულია ნახალში რაღაც შინაარსობრივი რაღაც ხასიათის დანახვა 30 ნამუშევარი იქნება ნუ გაყიდვას თავისთავად არ ვიცი იმედი მაქვს რომ მოვახერხებ რაღაც შენ გადარიცხავ რაიმე კონკრეტულ ფონდში საქველმოქმედოში თუ თავად გადაწყვეტ მე შევიძინო კონკრეტულად ნივთები, არ ვიცი, საკვები იქნება. პირველი საჭიროების რაც ჭირდებათ ყველაზე მეტად და ამ ფორმით. როგორი იყო შენი 13 ივნისი? ვიყავი ბუნებრივია თბილისში, ხوار მოყავი ამ სტიქიის ზონაში და იცით რა შეესაქმე მე თავისუფლებაზე ვცხოვრობ. და რატომღაც ვერ ვიგრძენი, არ იყო ის ხო, სიმართლე გითხრა. მე განსაკუთრებით იმ წუთას ხო, იმ წუთას ასეთი საშინელება განგაში და რაღაცის მტკვარი უნდა ადიდეს რაღაცა. ამის აღქმა განცდა არ ვანსაიდში ვიყავი, მაგ დროს გავედი და არანაირი პირიქით. უბრალოდ მე რომ დავრეკე საუბარზე მითხრეს რომ წყალი მოდის. სინამდვილეში ძალიან ცუდი მდგომარეობა. კი და რაც კადრები ვნახე მე ხო საერთოდ უკვე სიტყვები აღარ მყოფნის რომ გამო. ბუნებრივია ჩვენ წინა კვირას ვსაუბრობდით რა თქმა უნდა ამ მოვლენებზე რაც ჩვენს ქალაქში განვითარდა და არაერთი ხელოვანი ყავდა არაერთი მწერალი ჩვენთან სტუდიაში და ყველა ამბობდა რომ როდესაც ეს სტიქია განვითარდა, როდესაც ამის ყველაფრის მომსწრე და შეიძლება ითქვას თანამონაწილეებიც ვიყავით, ყველას გაუჩნდა სურვილი რომ რაღაცა გაეკეთებინა. მაგალითად, მწერლებმა აიღეს კალამი, ფურცელი ან აიღეს ლეპტოპი და პირველი ფრაზები დაწერეს. შენ შემთხვევაში როგორ იყო? რაღაცა ეს ენერგია რა ჩვენში გროვდება, შენი დამოკიდებულება გადმოიტანე ტილოზე, შექმენი რამე აი ამ პერიოდის განმავლობაში. მე რაღაც ჩარტები მქონდა, რა თქმა უნდა, გადაცემებში, რაღაც პირდაპირ ეთერში მაქვს ესეთი ტილო, აი ქაოსი დავარქვი რა, მოკლედ ამ ნამუშევრს. ანუ ასახვა მოვლენა. კი, ანუ რა თქმა უნდა, ეს ანუ აბსტრაქციაზე ვმუშაობ ძირითადად ხომ ავახსენე და ეს აბსტრაქცია ძირითადად ნიშნავს იმას, რომ შენი ემოცია, შენი ხასიათი ყველაფერი ტილოზე უნდა გადაიტანო. შესაბამისად, რა თქმა უნდა, შეიქმნა ესეთი ნამუშევარი, თუმცა იქ ფერადი კუთხეებიც აქვს, ანუ თაცუდად არ არის საქმე, იმედი მაქვს. ანუ სამომავლოდ კეთილი მომავლის იმედით დავიტოვე. აუცილებლად უნდა დავიტოვო. გვირაბის ბოლოს სინათლე მაინც არის. იმედიანი შტრიხები ძალიან ბევრი იყო ამ პერიოდის განმავლობაში, ამ ერთი კვირის განმავლობაში, თუნდაც შენი გადაწყვეტილება რომ ნახატების ან გაყიდვით დაეხმარო ადამიანებს ასევე მოხალისეების უპრეცედენტო ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე რომ ეს არ დარჩეს მხოლოდ ერთჯერად აქციად რაც ძალიან ხშირად არის ხოლმე ჩვენი საზოგადოებისათვის სამწუხაროდ დამახასიათებელი ძალიან ბევრი ესეთი მომენტი მახსოვს როცა ერთჯერად აქცია დარჩა ეს აღარ გაგრძელდა ხოლმე ეს ყველაფერი და საერთოდ აი ჩვენთვის ჩვენ ვინც ცხოვრობ საქართველოში, რაღაც შენაც თუ ისე ცნობილი იყავი, მაქვს პრეტენზია. მაგრამ მე რო გავიგეთ, უფრო გიცნობენ, ხო? ნუ როგორც მხატვარს კი. აქაც მაქვს რაღაცები, მაგრამ არა არის პიროვნება, მოდი ესე ვიტყვი.
მე არ ვშრომობ პოპულარობისთვის. მე ვშრომობ ჩემთვის და იმისთვის, ვისაც მოსწონს ეს ჩემი ნამუშევარი. თუმცა მეორე მხარეა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ყავს გიორგი პაპკიური, რომელიც თქვენს არაჩვეულებრივ ნახატებს გამოფენები, რაც შეეხება გამოფენებს საქართველოში ქონია მანამდე? საქართველოში არ მქონია, ეს არის პირველი პერსონალური გამოფენა და ნუ ესე შევცვალე. და ესეც განაპირობა ამ სტიქიურმა მოვლენამ. არა, გამოფენა დაგეგმილი იყო, ოღონდ ეს იყო სხვა ფორმატის, არ იყო ეს საქველმოქმედო, უბრალოდ ეს რაც მოხდა, შემდეგ ჯერ არანაირ ჩარჩოებში არ ჯდებოდა ის, რომ უბრალოდ მე ჩემთვის რაღაც გამოფენა. ეგ ერთი და შემდეგ მეორე როგორც კი ეს კადრები დაიდო უკვე ინტერნეტ სივრცეში. ძალიან იმოქმედა და შესაბამისად შევცვალე გადაწყვეტილება და ინტერესვე. კიდევ ერთი დეტალი, გიორგი არის თვითნასწავლი მხატვარი. ანუ არ გისწავლია? არა, მე თოიძეში ვსწავლობდი არქიტექტურა კერამიკაზე, მაგრამ მაგას ხატვასთან არანაირი შეხება არ აქვს. და გავიგოთ გიორგი, რამდენად წარმატებულია შენ დასვის შეკითხვა, რომ ჩვენთან საქართველოში მისი სახელი ყველამ არ იცის. თუმცა 2004 წელს შენი ნამუშევრები გამოფენილი იყო გერმანიაში ახალგაზრდა მხატვრების კონკურსზე, სადაც პირველი ადგილი აიღე. და შემდეგ უკვე ჟიურის წევრიც იყავი რომელიღაც ქვეყანაში, ხო? 2011 წელს მე მგონი ხო სწორად. ანუ შეიძლება ითქვას, რომ რაღაც შენი მთავარი გეზი, მთავარი მიზანი არის საერთაშორისო ასპარეზის დაპყრობა და არა საქართველოს. მე მგონი ყველას მიზანია, ყველა ხელოვანი ადამიანის. რო გასცდეს ჩვენი ქვეყნის მაგრამ რა თქმა უნდა საწყისი უნდა იყოს საქართველო. ფესვები, საფუძველი აქ უნდა ჩაიყაროს, იმიტომ რომ ჩემი ქვეყანა აქ დავიბადე. ეს ყველაზე მეტად მიყვარს. შეგვიძლია უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ იმ ნამუშევრებზე, რომელსაც ნახავს საქველმოქმედო გამოფენაზე მისული დამხმარებლები ხვალ. კი, რა თქმა უნდა, ცოტა გამიჭირდება, იმიტომ რომ 30 ნამუშევარია, 30 სხვადასხვა ხაზი თუ ატარებს. რაღაცა თემის გარშემო ერთიანდება, ან ერთი საერთო ხაზი თუ აქვს აი ამ ნამუშევრებს. მოდი გეტყვით რა, 30 ნამუშევარი, მოკლედ ვიტყვი. კი ბატონო. 30 ნამუშევარია. ამ 30 ნამუშევარში არის ტკივილიც, არის რემიც, სიხარულიც, ბედნიერებაც, სიყვარულიც, ანუ ყველას აქვს თავისი სახელი, ხო რა, აი ესე შემოვიფარგლებთ და თქვენ ალბათ მოხვალთ და შევაფასებთ. ის ნამუშევარი, რომელიც შექმნილი ამ დღეებში იქნება გამოფენილი. ბუნებრივია ისიც იქნება. მაშინ კიდევ ერთხელ უთხრათ მაყურებელს, რომ დღეს და ხვალ ხვალდაზე დღეს და ხვალ არა ხვალდაზე სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში იქნება 5 საათიდან გამოფენა, ეს არის. გამოფენა გაყიდვა საქველმოქმედო. და ეს არ არის უბრალოდ გამოფენა. კიდე ერთი რაღაცა არის. აქ არის შოუთი დატვირთული, შოუს ელემენტებს, ეს იქნება ბოდი არტი. ეს იქნება ანუ მუსიკალური, რა თქმა უნდა, ბენდი იმღერებს, ანუ აკომპანირება. კი. ვიოლინო იქნება ტანგო სუხიშვილის მოცეკვავები იცეკვებენ. ანუ მოკლედ ძალიან დატვირთული და ძალიან ლამაზი საღამო იქნება. თუმცა მთავარი ის არის, რომ ეს ყველაფერი იქნება საქველმოქმედო და ნამუშევრების გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაერიცხება დაზარალებულთა ოჯახების დასახმარებლად. და არ მინდა რომ რაღაც ისეთ გამომრჩეს რაღაცა, დიდი მადლობა მინდა მოუხადო Golden Productions, რომელიც ყველანაირად ცდილობს რომ ხარში გამიდგეს, დიახ. და ნუ სამომავლო გეგმებზე არ ვიცი თუ გაინტერესებს. სამომავლო გეგმები მოკლედ გაინტერესებს. დიახ, ესე სამომავლო გეგმებს რაც შეეხება არსებობს დიზაინერი მარიამ მაჩაბელი, ალბათ იცით. ის აპირებს ჩემი ნახატების მიხედვით შექმნას კოლექცია. და იქნება რაღაცა ერთობლივი ინოვაცია საქართველოში კი არა, მსოფლიოში მე პრინციპით ჯერ არ დამიფიქსირებული. არის შანსი რომ ეს პროექტი საქველმოქმედო იყოს, რადგან ახლა საუბრობ. იცით რა მომენტია, ეს უკვე ერთობლივი პროექტია, აქედან გამომდინარე მე მაგაზე პასუხს ვერ გაცემ. თუმცა იდეის დონეზე შეგიძლია შესთავაზო. პრინციპში მე მქონია საქველმოქმედო პროექტები აქამდე უბრალოდ ეს არ იყო გაშვიკებული, იმიტომ რომ არც მაქვს სურვილი, რა იცი, მე ვფიქრობ ადამიანი თუ აკეთებს ჩუმად უნდა გააკეთოს, ეს უბრალოდ პირველი მომენტი. ხო, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ახლა თქვი ეს ჩუმად აღარ გამოგება. შესაძლოა ტელევიზიები დაინტერესდებიან და გააშუქებენ. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. დავბრუნებით რეკლამის შემდეგ და რეკლამის შემდეგ ვისაუბრებთ იმაზე, გუშინ დაზარალებულ ბავშვებს და მოზარდებს განსაკუთრებული დღე ქონდათ. ამ დღის შესახებ მოგიყვებით და გველოდეთ.